ვიკრიბებით ასეულობით ადამიანი და შეგვაქვს მაგალითად ამ შემთხვევაში კანონპროექტი ან მაგალითად საჩივარი უნდა შევიტანოთ მომავალ კვირას შრომის ინსპექციაში და საიმიგრაციო სამსახურში იმასთან დაკავშირებით რომ ოცნების მიერ მიღებულივე შეზღუდვა რომ კურიერებად მუშაობა აღარ უნდა შეეძლოს უცხოელით და მხოლოდ ქაღალდზე დარჩა ეხლა მთელი საზოგადოება შეწუხებულია თემებზე რომლებიც საბოლოო ჯამში ყველას აწუხებს მაგრამ განცდა არის რომ არავინ არ არის არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არის ამ თემებზე ხმის ამომღები ჩვენ ყოველკვირეული აქტივობებით ასეთი შეკრებებით მცირე დიდი გააჩნია თემას გააჩნია მუხს მაგრამ ყოველკვირეული საინფორმაციო დემონსტრაციებით უნდა ვამცნოთ დანარჩენ საზოგადოებას რომ არის პოლიტიკური ძალა რომელიც ამ თემაზე აქტიურობს იბრძვის ეხლა დღევანდელი შეკრების შინაარსი მდგომარეობს შემდეგში ჩვენმა ასეულობით თანამებრძოლმა აგროვა ხელმოწერები იმასთან დაკავშირებით რომ აიკრძალოს ბინადრობის უფლების გაყიდვა საქართველოს შევაგროვეთ 56000 ხელმოწერა ამ 56000 ხელმოწერის შემკრები ხალხი დგას ეხლა არასრული შემადგენლობით მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდა ხალხი ამ ხელმოწერებს და ეხლა მოვედით იმისთვის რომ შევიტანოთ ეს კანონპროექტი და მოვითხოვოთ ხალხი რომლებმაც აიგერ შევაგროვეთ შეტანილი გვაქვს და წარმოდგენილი გვაქვს დოკუმენტაცია რომ მართლა ნამდვილი ხელმოწერებია სახეზე და მოვითხოვთ რომ საბოლოო ჯამში დაიწყო ხალხის ხმის ტრანსლირება და მართლა ხალხი რასაც იტყობს იმის განხილვა ერთხელ მაინც დაიწყოს პარლამენტში ეს არის დღევანდელი შეკრების ამოცანა დანარჩენ საზოგადოებას ვაჩვენოთ რომ არსებობს პოლიტიკური ძალა რომელიც ამ თემებზე ხმას იღებს და ხალხის წუხილს აჟღერებს ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი სულ უფრო მეტია ეს ტენდენცია რომ სულ უფრო მეტი ადამიანი წერს თქვენ მაინც იქნებ რამე გვიშველოთ და თავის პრობლემებზე გვეუბნებიან აგერ გუშინაც გავაჟღერეთ ჰერეთიდან თქვენ მოგწერა ასევე მოგწერეს ქართველებმა რომლებიც სოფელში ცხოვრობენ და მიწასა მათივე მიწას არ უკანონებენ და ასე იგივე კურიერები წერენ და ასე სულ უფრო მეტი ადამიანი ხედავს გამოსავალს იმაში რომ ვიღაცა სხვა ეროვნული ძალა შეიძლება ხელისუფლება რო არ არის იმან მაინც რაღაცა გამოსავალი მაყოლინოს იმიტომ რომ არსებობს ვიღაცა ვინც ამაზე ხმას იღებს